მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ თბილისში შექმნილი საცობების შესახებ. რისი ბრალია, ვინ ვის ადანაშაულებს, ნაციონალურ მოძრაობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მოვისმენთ ნაციონალურ მოძრაობის მერობის ყოფილი კანდიდატის ნიკა მელიას მოსაზრებებს ამ თემაზე და გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ასევე საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა. გამარჯობათ, დიდი მადლობა მომზადებისთვის სტუდიაში. საცობებზე ვსაუბრობთ, მაგრამ თავიდან მინდა კითხოთ, საცობები ხო ახალი პრობლემა არ არის თბილისისთვის? იცით რა თქმა უნდა, ახალი პრობლემა საცობები არ არის თბილისისთვის. თუმცა ის რაც უკანასკნელ პერიოდში ხდება, ეს არავისთვის პრინციპში გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, ადვილად პროგნოზირებადი იყო ამაზე. ესეთ თქვენ თქვით რომ ერთი გაერთიანება მეორეს აბრალებს. აი ამ შემთხვევაში ნამდვილად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელი პოლიტიკური გაერთიანების მომხრე ამ ხარდაჭერა, იმიტომ რომ ყველას გვეხება, ხო ეს ტკივილი თბილისში რაც ხდება. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით რომ არაფერი რეალურად არ კეთდება ამ მიმართულებით, მივიღებდით ამ შედეგს, რაც შედეგსაც ღებულობთ, ხო? დღეს პრაქტიკულად პარალიზებულია. პარალიზებულია და სხვაგვარად ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ყველა ის მიმდინარე პროექტი, ნამდვილად ყბადაღებული გახდა, ხო ეს თემა, რომ გაჩერდა ეს პროექტი, შეჩერდა ეს პროექტი, იყო გაჩერებული, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობდა და არც ერთი ახალი პროექტი არ განხორციელებულა, არ დაწყებულა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რკინიგზის შემოვლითი გზა და როდესაც რკინიგზის შემოვლითი გზას ვამბობთ, ბევრს დღესაც გონიათ რომ რაღაცნაირად ეს მხოლოდ რკინიგზასთან არის დაკავშირებული, რადგან თბილისის შემოვლითი გზა არის. ეს გზა დაიწყო 2010 სამანქანო გზაც იქნებოდა. რა თქმა უნდა, დიახ, აი სარკინიგზო ხაზის ნაცვლად დღეს ჩვენ გვექნებოდა უკვე საავტომობილო მაგისტრალი. იქ რკინიგზა. დიახ, ანუ გადადიოდა რკინიგზის ხაზი და მის ნაცვლად იქნებოდა მაგისტრალი. ანუ რეალურად ჩვენ თბილისში მივიღებდით უკვე მესამე სანაპიროს. აი მაგალითისთვის გეტყვით, 2010-ში დაიწყო ეს პროექტი და ჩემის აზრით უმსხვილესი არამხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, არამედ ეკონომიკური უმსხვილესი პროექტი, აი ენგურჰესის მშენებლობის შედეგად ესეთი მსხვილი ეკონომიკური პროექტი არ განხორციელებულა. 300 მილიონიანი ბიუჯეტით, 65% ბიუჯეტის უკვე ათვისებულია. და სამუშაოების 80%-ია შესრულებული. ნუ იქ 12 ხიდი აშენდა 5 გვირაბი და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო და სრულად 2015 წლის დასაწყისისთვის ექსპლუატაციაში შესულიყო. მარტივად რო აუხსნათ ჩვენ ტელემაყურებელს და რადიომსმენელებს, აი კახეთის გზატკეცილიდან საათში 3000 სატრანსპორტო საშუალება შემოდის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე. ან ნათლუღისკენ უხვევენ, ან მერე უკვე შავი ზღვის ქუჩისკენ და მერე ხვდებიან ბარათაშვილის ხიდზე და ან მეორე სანაპიროზე, ხო? ეს გზა დღეს რო გაკეთებული ყოფილიყო და რო არ შეეჩერებია 2012 წლის ნოემბერში, გაგრძელდებოდა, აი სადაც პეტრე-პავლეს სასაფლაოა, ხო? დიდუბისკენ და შეუერთდებოდა პრაქტიკულად მცხეთის მაგისტრალს. და გვერდს აუვლიდა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროს და აბსოლუტურად ის ყველაზე მწვავე სატრანსპორტო კვანძები, რომელიც დღეს ქალაქში არის და პარალიზებულია, გაიხსნებოდა ეს ტრომბი. დღეს რკინიგზას თბილისში ორად აქვს ხელოვნურად გაყოფილი თბილისი. რეალურად ამ რკინიგზო ხაზს. გასაგებია, მაგრამ თქვენ ხო იცით ამაზე რა არგუმენტების დასახელდა, რომ ეს პროექტი ამცირებს ტვირთგამტარიანობას, იქ აღმართებია, ორი ელმავალია საჭირო, უფრო ნელა გაივლის მატარებელი მთებში უნდა იაროს და მცირდება ტვირთის გამტარიანობა რკინიგზით მცირდება. ძალიან დასანანი ეს ჩემის აზრით ძალიან ისეთი ფსევდო არგუმენტები მოიყვანა ხელისუფლებამ დასვა ამ პროექტის წინაშე, მე კვლევა მოითხოვეს დამატებითი, მე მივხვდნენ რომ შეუძლებელია ამ პროექტის არ განხორციელება და თქვეს რომ აუცილებლად განხორციელება, ოღონდ კორექტირებას შევიტანთ. ხო, დღეს, როდესაც საქართველოს რკინიგზას წერილით მივმართეთ, თუ როდის აპირებენ განხორციელებას ამ პროექტის და დაკორექტირებული პროექტი როდის ექნება, გითხრეს 2015 წლის ნოემბერში. ესე იგი 3 წელი დაჭირდათ ამ პროექტის დაკორექტირებას, ყველაფერს თავი დავანებოთ. ისინი საუბრობენ, რომ საოპერაციო ხარჯი, დიახ, თქვენ მართალი ხართ, იზრდება საქართველოს რკინიგზისთვის და წელიწადში 6,5 მილიონი დაუждდება საქართველოს რკინიგზას. ვინაიდან ტრასა სარკინიგზო ლიანდაგების ეხლა 32 კილომეტრი და 64 ხდება და ტვირთბრუნვა ანუ გამტარუნარიანობა შეფერხდება, ისინი საუბრობენ და საოპერაციო ხარჯი იზრდებაო, თუმცა
რა თქმა უნდა ის საკამათოა, რომც იზრდებოდეს 6 მილიონი ნახევრით. ეს ხომ საჯარო ინტერესს ემსახურება ეს პროექტი. შეუძლებელია. ეხლა რა ჯობია ქალაქში სამაშველო სამსახური იგვიანებს, ხო? აი გუშინ შეგნებულად გავაჩერე საცობში და აი მანქანაში ვესაუბრებოდი მაშველს. რეალურად გაჭედილი იყო. სასტრაფო იგვიანებს, საპატრულო პოლიცია იგვიანებს. ანუ არანაირი ძრა არ არის. საცობები ყველა ქალაქში არის, ფაქტობრივად ეს მოსაოდნელი იყო. არა, მაგრამ ეს საცობებიც აღარ არის. მანქანების რაოდენობა იზრდება. ანუ რა მანქანებზე მაგაში საქმე, ანუ ბალანსი ქალაქი ვითარდება ისე რომ ბალანსი არის დარღვეული. იზრდება მანქანების რაოდენობა საგრძნობლად, მაგრამ პარალელურად არანაირი ინფრასტრუქტურა არ შენდება სატრანსპორტო. აი ეს ხიდი მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს რო აკავშირებდა სამტრედიის ქუჩასთან. ხო, ყველაფერი მზად იყო. 80 მილიონი აზიის განვითარების ბანკს ჰქონდა გამოყოფილი. და უნდა დაწყებულიყო უბრალოდ ნება იყო პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან. ახალმა ხელისუფლებამ სამწუხაროდ შეაჩერა და არგუმენტი რა ქონდათ, რომ ეს ხიდი ძვირიжდებაო, ჩვენო დავაკორექტირებთო ამ ხიდს და სხვა ხიდს ავაგებთო. იმის შემდეგ გავიდა რა 2 წელიწადი, ხო? განვითარების ფონდს მიმართეთ და არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს. მაგრამ მერია ეხლა გადაიბარეს მაგრამ ნახოთ რომ რა. არა, მე 6 შეჩერებული პროექტები მომავალი წლის ბიუჯეტში რა არის, იცით? საგანგაშო არის ის, რომ ეხლა რა მდგომარეობაც გვაქვს საცობებთან მიმართებაში. მოგვენატრება აი ეს მდგომარეობა მომავალ წელს ვინაიდან მომავალ წელს პრაქტიკულად ბიუჯეტში არანაირი პროექტი არ ფინანსდება, რომელიც მიმართული არის სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებისკენ, ხო? რამდენიმე პროექტი იყო, პროექტის სახით და კონცეფცია არსებობდა მერიაში და შეაჩერეს, რომელი ერთი გითხრათ, მაგალითად თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე ესტაკადა უნდა აშენებულიყო ეს ვერის ხეივნიდან ახალი მაგისტრალი. ესტაკადაზე ვილაპარაკოთ, ღირთა მოედანზე თქვენ მოგაკეთებული. ანუ არაფერი არ კეთდება, სამწუხარო ეს არის. არა, ის რა უშველა, ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ორი მაყურებელია და მოდით მოусმინოთ მათ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. იცით რა, სანამ ბატონი მელია ისაუბრებს, რაც არ აკეთებს ხელისუფლება, ისაუბრებს იმაზე, რა გააკეთეს მათ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომ ქუჩები გადაწუთული არის ის, რომ მთელი საქართველოს მოსახლეობა აქაა ჩამოსული. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომ სოფლის მეურნეობა არ ჭირდებოდათ. სოფლის მოსახლეობა დაატოვეს აბსოლუტურად სახსარის გარეშე და მათ მოუწიათ აქ ჩამოსვლა და აქ თავისი რაღაც რჩენა თავის, ხო? უმეტესობა არის ჩამოსული და ტაქსაობს, ხო? ძალიან დიდი ნაწილი შრომის უნარიანი მამაკაცები თუნდაც შეეძლო. ანუ 2003 წელს დაბრუნდნენ თბილისში 2003 წლის შემდეგ ამის თქმა გინდათ ხალბატონო? თბილისიდან 2012 წლამდე დათვალეთ რა თუ როცა გასაგებია, მაგრამ ყველაფერი კი ბატონო, გასაგებია. კარგი, მეორე მაყურებელსაც მოусმინოთ. გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. ნიკა შვილო მომისმინე რაღაც უნდა გითხრა. ეხლა ერთი რაღაცა მართალი ხარ იგვიანებს სასწრაფო. გაგიჟდება კაცი პირდაპირ. მე მაგალითად 3-4 დღის უკან ვიხჩობოდი, რომ რაღაც ვირუსია ისეთი, რომ ყელში გიჭერს და თან ესე იგი მამიკოს ავანტყოფი ვიყავი მე და თვეობით დავდიოდი ბატონ ანზორისთან და შორებელიც არ არის თანაც. ხო და ეხლა იცით რაშია საქმე, აი თქვენ დროს რომ პოლიცია მოყვებოდა სასწრაფოს, მე ემფიზემა მაქვს ფილტვების და გულის უკმარისობა და ეს რა საჭირო იყო შვილო, მილიციის მოსულა, ბიჭების მოსულა ექიმებთან ერთად, ერთი თუ ექიმი იყო, 3 მოყვებოდა ისა და მე კიდე მეორე უფრო უარესი უნდა გითხრა. აი ეს აქტივისტები, ვითომ აქტივისტები ფულის გულისთვის რომ ყველაფერზე მიდიოდნენ. იქნებ ჩვენ ძალიანაც გვიყვარდა თითოეული თქვენთაგანი განა, ეხლა არ გვიყვარს ზოგიერთები, როგორ გეკადრება. მაგრამ აი ამ ხალხმა, რომლებიც კერენსკის დროინდელი და ძერჟინსკის დროინდელი ინფორმატორები იყვნენ, გააგრძელეს ძველებური მუშაობა. იმიტომ კი არა რომ ჩვენ რამე სამუშაო სხვა თემებზე წავალთ ჩვენ გალბატონო მაინც საცობებზე ვსაუბრობთ კარგით არა ორივე კითხვას ვეცდები ეს ნუ სოფლის მეურნეობა არა ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები პირველ მოქალაქეს ეხლა თუ შედარების გაკეთება არ გვინდა მე არ ვარ იმ დავაში შესაძლოა მზად ეხლა თემა სხვა არის აბსოლუტურად რა იყო კარგი და რა იყო ცუდი ბევრი კარგი იყო წინასწარში ბევრი ცუდი იყო მაგრამ 2003 წლამდე პირველსვენზე ზეთობა საქართველოს არ ახსოვს და მან ისე წარმოაჩინა თითქოს 2003 წელს ყველა სოფელი იყო გაგუგუნებული ყველა ქარხანა იყო გაგუგუნებული და მხოლოდ 2003 წლის შემდეგ მოხდა პრობლემაზე ხო რაც შეეხება ქალბატონს პოლიცია მოდიოდა სასწრაფოსთან არ ვიცი ხა ხშირად არის გამოძახება
გააჩნია რა შემთხვევაა, როდესაც ეხლაც იძახებენ პოლიციას. ხო, არც მე არ ვიცი რას გულისხმობდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ საცობების თემას. აი, თქვენ ხელისუფლების დროს, თქვენ მაშინ არ იყავით მართალი ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ იმ დროს გვახსოვს ჯერ კიდევ ჯაბერაშვილის სამკუთხედი. მე ეს ესტაკადა გმირთა მოედანზე, რომელმაც ჩემი დაკვირვებით საცობები უფრო გამოიწვია, ვიდრე განმუხტა, იმიტომ რომ ეს ესტაკადების უმეტესობა არის ერთძოლიანი, მაგალითად ჩელუსკინელების ხიდიდან გმირთა მოედნამდე მონაკვეთზე საცობი არასოდეს არ მახსოვს და ეხა მუდამ საცობია, იმიტომ რომ იმ ერთძოლიან ესტაკადაზე დგას რიგი მანქანების და ამის ხიდამდე საცობი იქნება. ის არ არის დასრულებული, ნამდვილად არ ის პროექტები, როდესაც გაკეთდა, იმას ჰქონდა თავისი ეჭვი და თავის წარმატებას მიაღწია, მაგრამ ამას უნდა მოყოლოდა სხვა განვითარება, სხვა პროექტებიც. მაგალითად, აი ვერის ხეობაზე ვერის ხეობიდან ახალი მაგისტრალი მოხდა ხევდულობაში. ან ამ მაგისტრალმა რა ჭავჭავაძე ან სხვა ქუჩები განმოხდა. არა, როგორ თქვენ წარმოვიდგინეთ ეს ვერის ხეობაში ეს ახალი მაგისტრალი რო არ გაჭრილიყო, დღეს აბსოლუტურად გაუვალი იქნებოდა. მაგრამ დღეს არ არის დასრულებული და პროექტი დევს მერიაში, რომელიც გულისხმობს აი ამ ახალი ვერის ხეობიდან მაგისტრალით, იქ არსებული გვირაბით, უნდა დაუკავშირდეს მეორე გვირაბს, რომელიც არის ლაგუნასკენ მიმავალი. სადაც არ იქნება კვეთა. წარმოვიდგინეთ, ეს ერთი პროექტი, მეორე გითხარით თამარაშვილის ქუჩაზე ესტაკადა რო უნდა გაკეთდეს. თამარაშვილის სად ვერ მიხარ. თამარაშვილის უნივერსიტეტი, ვაკე-საბურთალოს სასაფლაოსკენ მოდიოდა. დიახ, იქ უნდა გაკეთდეს ორდონიანი მოძრაობა. ანუ შუქნიშის გარეშე უწყვეტ მოძრაობას მივიღეთ. დიდი საცობები არა, საცობები როგორ არის იქაც საცობები. ასევე სარაჯიშვილის ქუჩა საცობები არის მაგალითად სააკადის, აი აქ მაგალითად სააკადის ჩემ გადაცემაში ყველა სტუმარი მიგვიანებს და 1 საათით ადრე ვთხოვ რომ მოვიდნენ, იმიტომ რომ ყველა გადაცემას ვიწყებ რომ აი სტუმარი აგვიანებს საცობის გამო, აი სააკადის მოედანზე. მე რაზეც ეხლა ვსაუბრობ, ეს არის პროექტების სახით დამუშავებული და კონცეფცია და მერის დღევანდელ მაღალჩინოსნებმა ეს იციან. მე მაგათი ვერაფერს ვერ მოვთხოვ ტრანსპორტის სამსახურის უფროს რა ქნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არის მომხრე, რომ პროექტები განხორციელდეს, მაგრამ არაფინანსებენ ამ პროექტებს. ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ 20 მილიონი იქნეს გათვალისწინებული მომდევნო წლის ბიუჯეტში. აი, ლარი არ არის გათვალისწინებული. არც ერთი ინფრასტრუქტურა არ უნდა შეიქმნას ამათი ბიუჯეტში. მე მინდოდა დღეს ოცნების წარმომადგენლების მოწვევა საკრებულოდა, მაგრამ სამწუხაროდ არის სავალ ჩათვალეთ მე მესაუბრებოდა დღეს. არ ვარ პოლიტიკური გაერთიანება. ძალიან სავალალ მდგომარეობაში არიან. გეუბნებით, აი, სააკაძის მოედანზე გვირაბი არის გასაკეთებელი დევს ეს კონცეფცია, რომ გვირაბით ორდონიანი მოძრაობა იყოს. საბურთალოს ქუჩიდან რომ მოვდივართ, წრეზე არ მოგვიწიოს და პირდაპირ გპ-ისთან ქვევით ჩავიდეთ ხიდზე. გვირაბით უნდა განიმუხტოს ეს ასევე შეშელიძის ქუჩაზე მუხიანიდან რომ მოვდივართ, ხო და გობრონიძეს ქუჩა, აი გდანის მთავარი ქუჩა. იქაც იმ კვეთაზე არის ესტაკადის პროექტი დევს. ანუ ეს პროექტები დევს და ამ პროექტებს უნდა პროექტი დახვეწა, დამუშავება, დაკორექტირება და ლარი მაინც ხო უნდა გაითვალისწინო 2015 წელს. და საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული და ნაცვლად ამისა, ეხლა ვიღებთ აბსოლუტურად, აი გუშინ დაუსვეს ბატონ მერს კითხვა. არანაირი ხედვა არ აქვს, სამწუხაროდ თქვენ დაწუნდებოდით და პასუხი არის ძალიან შაბლონური. პუშკინის სკვერთან, პუშკინის ქუჩაზე აღსდგება ორმხრივი მოძრაობა. და სხვათა შორის არ შექმნა პრობლემა. პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფლებაზე შედარებით ყველაზე ნაკლებად მწვავე არის სატრანსპორტო კვანძი. ეხლა სანაპიროები არის განსამუხტი და ჩვენ პროექტით, რომელზეც 215 მილიონი დაიხარჯა უკვე, დღეს უნდა ამოქმედებულიყო შემოვიდგინე გზას გულისხმობ. თბილისში ჩნდებოდა მესამე სანაპირო პრაქტიკულად. იმუხტებოდა ის ორი. ხიდი აშენდებოდა სანტროდის ქუჩასთან, რომელიც დააკავშირებდა ორ სანაპიროს და გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპერტების მიერ გათვლილია, რომ 5 ხიდია მსგავსი საჭირო, რომ მივიღოთ თბილისში ეს ორი სანაპირო ცალმხრივი მოძრაობის სანაპიროდ. ამიტომ დღეს ორმხრივი მოძრაობა 5 სულ მიკვირდა მე რატო არ კეთდება სანაპიროზე ცალმხრივი მოძრაობა. აი სხვათა შორის მე 75 წელს 1975 წელს ეს რაღაცა ნოუ-ჰაუ არ იყო წინა ხელისუფლების შემოვლით თბილისის გზას გულისხმობ. მაშინაც იყო ეს კონცეფცია, უბრალოდ ვერ განხორციელდა მაშინ წინა წლებში სამწუხაროდ. რა, ვერეს ხეობის მაგისტრალის კომუნისტების დროს. ვერ განხორციელდა და ეს უებარია, ამას ალტერნატივა არ აქვს. წარმოვიდგინეთ, საათში 3000 მანქანა დღეს სატრანსპორტო საშუალებები მანქანა არ არის, სატვირთოც არის, ხო? შემოდის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე და არ შემოვიდოდა. და ნაცვლად ამისა ჩვენ ახლა, მე არ მინდა რომ ვიყო არაკორექტული, მაგრამ ვიცი, ბევრს ვიცნობ მერიაში, რეალურად ეს პრობლემა მათთვის არის ჩინური. მართლა არის ჩინური და ძალიან სიმბოლურია, რომ ბატონი ნარმანია დღეს ამ ყველაფრის ფონზე აი ჩინეთში გაემგზავრა.
ხო, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართული ოცნების წარმომადგენლების უწვა მინდოდა საკრებულოდა, მაგრამ ვერ მოიცავ. ეს როგორი რაღაცა პარალიზებულია, დიახ, პარალიზებულია. ხალხი, თქვენ ნახავთ, მე არ მინდა რაღაც ნიშის მოგებით, არ ვამბობ 2-3 შარშანად ამოსაუბროთ, შემოვიდეთ კინგზე, როგორც გაჩერდა. ამათ აპლომბი თქვენ, აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ მე მივხვდნენ და გავაგრძელებთ, ოღონდ 2015 წლის ნოემბერს უნდა დავალოდოთ, რომ დაპროექტებული, დაკორექტირებული პროექტი წარმოადგინოთ. ამასობაში ქალაქი ირმა გაუვალი. შეუძლებელია და თავი დავანებოთ საცობებს, ათასობით ოჯახი ცხოვრობს სარკინიგზო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხომ? 75 ჰექტარი თავისუფლდებოდა. ლიან დაგზეუდებთ რეალურად. თავი მე კამპანიის დროს ძალიან ხშირად დავდიოდი და შეუძლებელია, მაგალითად, თევდორე-ღვთის ქუჩაზე, წერეთის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი რიგი 70 ქუჩა არის, რომელიც ესაზღვრება ამ სალიანდაგო ხაზს. მე უბრალოდ როცა დავიწყე გმირთა მოედანზე საუბარი, როცა აკეთებდა რაც მოძო რაღაცას, ხო შეიძლება უფრო გათვლილად გაკეთებული იყო და ეს რაღაც ერთზოლიანი ესტაკადები არ გაკეთებული იყო, სადაც იჭედო. წარმოგიდგენთ ესტაკადაზე მანქანა რო გაფუჭდეს, გვერდზე ვერ გადაწევ, რო მეორე მანქანა გვერდი აუვა. დავა, ყოველთვის შეიძლება დავა, მაგრამ ფული იხარჯებოდა და საბოლოო ჯამში ნახევარ ფაბრიკაც ვიღებდა. ყოველთვის შეიძლება და შეგვეძლება დავა, მაგრამ დღეს აბსოლუტური სტაგნაციაა, აი გეფიცებით, აი არაფერი არ ხდება, არანაირი ხედვა არ აქვს, არც ერთი საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან და მაღალჩინოსანი დედაქალაქის მერიიდან, რომც მოვიდეს, ვერ გაგცემთ პასუხს. მე მართლა არ მშურს ტრანსპორტის სამსახურის უფროსის გვარის არ ვიცი, იმიტომ რომ არანაირად დარწმუნებულად დამეთანხმება. იმიტომ რომ როდესაც ეს არის პროექტები, რომელიც ჩამოთვალეთ და არ ხორციელდება, ნუ ამ კაცმა რა უნდა გააკეთოს? ნება არის პოლიტიკური საჭირო და რაღაცა პანორამა თბილისზე არის საუბარი. ერთ წელიწადში ჩვენ რეალურად ვერ გავივლით. აი ეს მანქანების რაოდენობა იზრდება ასტრონომიული, ასე ვთქვათ, სისწრაფით, ხო? რეალურად თბილისი რომელიღაცა ერთ-ერთი პლანეტის ჯოჯოხის დაემსგავსა ამ თვალსაზრისით. და რატომ მოხდა ეს? წინა წლებში მილიარდიანი ინდუსტრია შეიქმნა რეექსპორტირების მანქანების, აი რუსთავში რო მილიარდიანი ინდუსტრია. ხა ვინც არ უნდა იყოს, ამაში ვერ შეიძლება წინა ხელისუფლებას. ჩაწვა ეს ბიზნესი, იმიტომ რომ აზერბაიჯანმა ხო, მაგრამ წინა წლებში ხო ახერხებდა წინა ხელისუფლება ურთიერთობას, მაგრამ ეს კომუნიკაცია უნდა შედგეს, ხელისუფლება იმისა რომ ესაუბრო, მაგრამ შენი სტრატეგიული მეზობელია და პარტნიორია და მანქანები ყავთ 10000 მანქანა ყავთ დაახლოებით ჩამოყვანილი მეორადი მოხმარების, რომელიც უნდა გადაიყვანათ მეზობელ ქვეყანაში და გაეყიდათ, ხო? ჩაუწვათ კრედიტებად ძიმთ დააწვა. და ეხლა იძულებულები გახდნენ, რომ ეს ნახევარფაში პრაქტიკულად გაეყიდათ თბილისში. უმრავლესობა მათგანი არის გაზზე გადაყვანილი, ალტერნატიულ საწვავზე და სოციალური ფენის თითქმის ყველა წარმომადგენელს დღეს აქვს საშუალება, რომ მანქანით გადაადგილდეს. ხო, ეგ არ არის თავარი მიზეზი, ჩემს არის ის, რომ იაპონური მანქანები შემოდის ძალიან ბევრი, რომელიც არის იაფია. და იმდენი მარჯვენა საჭიანი მანქანაა თბილისში, მე ხუმრობდი კიდეც, რომ შეიძლება მოძრაობის მიმართულების შეცვლა მოგვიწიოს მარცხენა მხარეს, იმიტომ რომ მარჯვენა ყოველდღიურად იზრდება მარჯვენა საჭიანი მანქანების, ეს პატარა მანქანა Honda Fit, Nissan Note და ასე შემდეგ, ნუ შემოდის ყოველ დღე, არ ვიცი, ახალ მანქანებს ხედავ, ჩემს უბანში მაგალითად. ანუ ამან რომ იაპონური ეს მანქანები ძალიან იაფად იყიდება $2500 შეგიძლია 2006 წლის 2005 წლის მანქანა. ეს ალბათ ასე გაგრძელდება, არ ვიცი, შეიძლება მარჯვენა საჭიანი უნდა აკრძალო, არ ვიცი რა უშველეს ამ პრობლემას. 2006 წლიდან ყოველწლიურად 100,000-ით იმატებდა მანქანების რაოდენობა. დღეს საქართველოში მილიონს გადაცდა უკვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. თბილისში ხა დაახლოებით არის 400,000 მანქანა. და აცმა არ იცის ეხლა რამდენი მანქანა შემოდის რეგიონებიდან, ხო? და შესაბამისი ინფრასტრუქტურა არათანაზომიერად ვითარდება ქალაქი, გაბიგეთ? აი, როდესაც ლიანდაგს, ანუ რკინიგზის ხაზს ქალაქი ხელოვნურად ორად აქვს გაყოფილი, არ ვითარდება თანაზომიერად. აქეთ შენდება, ახლა თქვენ რო იყოთ ბიზნესმენი, აქეთ ააშენებთ, მაგრამ რკინიგზის მეორე მხარეს არ ააშენებთ, იმიტომ რომ არ გიგეთ. იქ მაცხოვრებლები ცხოვრობენ ავარიულ სახლებში და რომ ხვალ გაუჩნდეთ შესაძლებლობა თავისი სახლი დაანგრიოს ძველი ავარიული, იქ არ ააშენებს სახალს, აუცილებლად გადავა. შუა გულ თბილისში წარმოიდგინეთ არის 70 ჰექტარი აუთვისებელი და 210 მილიონი, 215 მილიონი არის დახარჯული. პატარა საქმე ხომ არ არის, აშენდა 12 გვირავი. 12 ხიდი და 5 გვირავი. ხო შეიძლება ამ პროექტის ისე გაკეთება, რომ ხა დაკორექტირება აღარ განხორციელდება. არა, ეს არის ფსევდო, ეს მოვიდნენ და ისაუბრონ დაგვიმტვიცონ. ეს არის ნამდვილად თითი და გამოწვეული არგუმენტი, რომ თითქოს რაღაც არის დასაკორექტირებელი. თუ დასაკორექტირებელია 3 წელიწადი, ამას რა შეჭirdება? 2015 წლის ნოემბერში დადებენ დაკორექტირებულ პროექტს და მე დაჭirdება კიდევ 3 წელიწადი. სულ 3 წელიწადში, 2 წელიწადში აშენდა 12 ხიდი და 5 გვირავი და 80% სამუშაოები შესრულებულია.
ანუ ხედვა არ არის რეალურად არანაირი და პანორამა თბილისზე საუბრობთ, რაც მე ვფიქრობ, რომ უხერხულია. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ განიტვირთოს საჭირო არის პირველ რიგში შემოვლითი გზა? ჰაიერ ბიჭი და სხვა ალტერნატივა არ აქვს. მით უმეტეს, აი 80% შესრულებულია. დაახლოებით ჭირდება 8-9 თვე, რომ ეს პროექტი დასრულდეს. 65%-ია თანხის ათვისებული, ხო 300 მილიონიანია, 215 მილიონიანი გახარჯული. პლუს მომავალი წლის ბიუჯეტში არაფერი არ არის გათვალისწინებული ამ მიმართულებით. არ უნდა ელოდოს მოსახლეობა თბილისის, რომ რაიმე ერთი რასაც ამბობენ ის პუშკინის ქუჩაზე ორხრივ მოძრაობის ამბობენ. ჯერ ძალიან ეჭვი მეპარება, ვინაიდან ეს არ არის ის პროექტი, რომელიც განტვირთავს. თუ მაინდა-მაინც განტვირთვა უნდა და თაბორის მთის პროექტი არის, ბერიაში დევს 15 მილიონი ლარი ჯდება, რომელიც უკავშირდება გორგასლის ქუჩიდან შემოერთებულ სოფლებს. ძალიან ბევრი სლოვაკიდან ჩამოდის თავისუფლების მოედანზე, შესაბამისად, ყოფილი ენგელსის ქუჩა, ასათიანის ქუჩა არის გადატვირთული, იმიტომ რომ ყველა ჩამოდის ზედა სოფლები და წავკისი, შინდისი, ოქროყანა თავისუფლების მოედნის და ასათიანის ქუჩის გავლით, ხო? წარმოიდგინეთ, რომ იყოს ობელისკი, სადაცაა ორთაჭალაში, გორგასის ქუჩიდან დღეს გაკეთებული გზა, რომელიც პირდაპირ აგიყვანს შინდიში. იქნება ძალიან 4 კილომეტრიანი გზა არის, 15 მილიონი ლარი ჯდება და ეს პროექტი დევს მერიაში. არავინ არ ძრავს და მარტო ეხა ის ესტაკადის გაკეთება დროინდელი პროექტია. არა, ის გავაკეთეთ 2 წლის წინ. არა, ვერ მახსოვს, იგივე ვერეს გზაზე ამბობდა, რომ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს არის. არის ყველაზე სავალალო შემოვლითი გზა თქვენ თვით რომ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს არსებობდა და არა, პროექტი არ არსებობდა, იდეა კონცეფცია არსებობდა. მოსახლეობას ღმერთმა დაიფაროს, რომ ამ ქალაქში ყველანი ვიყოთ ერთ ჭკუაზე. არ გვინდა, ხო, ჩვენ ესეთი ქალაქი და ქვეყანა. ვიღაცას ტაშ უკრავს, ვიღაცას აგინებს, მაგრამ ფაქტი ეს ქალაქი გვაქვს ყველას საერთო. დღეს სამწუხაროდ ქალაქს ყავს, აი, მთლემარე ხელისუფლება, არა პროგრესზე ორიენტირებული. აი, ქვეყანას ყავს ფინანსთა მინისტრი ბატონი ხადური, ნამდვილად ვიცი, წყაროდ სანდოთი, რომ ერთი წელიწადია მის შემცვლელს ეძებენ და ეს ბატონმა ხადურმა ციცის რომ ეს ესეა. შემცვლელს ეძებენ რას ნიშნავს? ნუ ბატონი ხადურის შემცვლელი უნდა იპოვონ ფინანსთა მინისტრის პოსტზე. და ეს ბატონმა იცის, მაგრამ ვერ იპოვეს. ეხლა წარმოიდგინეთ ბატონი ხადურის мотивация, არა, ნუ ბიუჯეტი როდესაც გება. ეს ინფორმაცია. ნუ საიდან ბატონ ხადურსაც კითხეთ და იგის დაგიდასტურებთ, თუ ეთერში ვერა, მაგრამ ალბათ კულუარულად დაგიდასტურებთ. ესე არის ნამდვილად. დღეს მოახერხა ხელისუფლებამ, რომ 2 წლის თავზე არაპოპულარულები გახდნენ რეალურად, იმიტომ რომ მინისტრის პორტფელებს თავაზობენ, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, რეალურად უარსეումნებიან. იმიტომ რომ მართლა არაკომპეტენტური ხელისუფლება ყველა, ეხლა რამდენი დეპარტამენტის უფროსი, სამმართველოს უფროსი უნდა ყავდეს სანათესაოში თამაზაშვილებს და ღარიბაშვილებს. აი მითხარით, რამდენი სამმართველოს და დეპარტამენტის უფროსი შეიძლება. ხო, აგერ ინტერნეტიც ხალხს ესეთი ორიგინალური იდეები უჩნდება, მაგალითად მოგწერა მაყურებელმა, ყველაზე კარგი პროექტი იქნება თუ მტკრის კალაპოჭის სანაპიროს გასწრულ გაკეთება მონორელსზე მოძრავი ვაგონები, არ ვიცი ასეთი არსებობს თუ არა, აშშ-ს საელჩოდან ორთაჭალხესამდე და ორთაჭალხესიდან რუსთავამდე ძვირადღირებულია, მაგრამ ეკოლოგიურად ცუდა და განტვირთავს ცენტრალურ ქუჩებს. ავტობუსებში და მიკროავტობუსებში, არ ვიცი ესეთი რამ არსებობს თუ არა. იცით, ცენტრალური უბრალოდ თბილისის ცენტრში ჩვენ გვაქვს სარკინიგზო ხაზი, რკინიგზა. ეს მე გადავიდეს. იგივე განიცადა პარიზმაც, ტოკიომაც და ყველა განვითარებულმა ქალაქმა. გზრდა და განვითარება. მე ნახავს ევროპულ ქალაქებში ცენტრში ავტოვაგზლები, მატარებლის სადგურები. ხო, მაგრამ სატვირთო ათასობით ნავთობპროდუქტი მოძრაობს დღის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, აი საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე 19 მინიმუმ მატარებლის შემადგენლობა მოძრაობს შუაგულ თბილისში, რომელსაც გადააქვს ნავთობპროდუქტები. ყოველთვის დავანოთ უსაფრთხო არის, არ არის, ხო, ნამდვილად. და არის პროექტი შენ დაუცილებლად დაამთავრე, ხო? თანხა არის გამოყოფილი, ნება არის საჭირო. ხიდი ქონდა ეგერ და თქვი რომ უბრალოდ ძვირიжდება და დავაკორექტირებ და რა საჭირო იყო 80 მილიონის დახარჯვა და 40 მილიონი გავაკეთებო, გავიდა 2 წელი და არაფერი არ გაკეთა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ 20 მილიონი ლარი მინიმუმ მომავალ წელს უნდა იქნეს გათვალისწინებული ბიუჯეტში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ყველა პროექტის დასამზადებლად ეს თანხა იქნება საჭირო. შორს ვარ იმასისგან რომ ყველა პროექტის განხორციელება მოესწრება მომავალ წელს, მაგრამ მინიმუმ 2 სატრანსპორტო ყველაზე მწვავე კვანძი აუცილებლად დაექვემდებარება რეკონსტრუქციას. სააკაძეზე გვირაბის იდეა მომეწონეს მართლა რო გითხრათ, იმიტომ რომ აქ ყველაზე მეტად მიშლის ხელს და ყველაზე დიდი საცობი სწორედ მე რასაც ეხავ საუბრობ მერიაში რომ მუშაობ, ეს უბრალოდ არ საუბრობ, რომ ესე უნდა იყოს.
რაღაცეები უკვე პროექტების სახით დევს, რაღაცეები კონცეფციის სახით დევს. ამას განვითარება. ჩვენი დრო ამოიწურა, დიდი მადლობა ალეკ ველისაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ.